მე ვიტყოდი, რომ მოსანანიებელი ნამდვილად აქვს იმ ადამიანებს ოღონდ, რომლებმაც რაღაც დანაშაული ჩაიდინეს. და ამ ქვეყანაში ვინ ჩაიდინა დანაშაული, მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა თუ არა უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის. პოლიტპატიმრებს არ დაურღვევიათ კონსტიტუცია, პოლიტპატიმრებს არ უწყამებიათ ადამიანები ქუჩაში, პოლიტპატიმრებს არ გამოუყენებიათ ქიმიური იარაღი. ვიღაც გადაწყვეტს და გააკეთებს, ეს მათი პირადი არჩევანია, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მგონია, რომ თუ ვინმეს აქვს მოსანანიებელი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტია და მისი სხვა წარმომადგენლები. რაც შეეხება თავისუფლების მოედანს ჩვენ რას ვაკეთებთ, ჩვენ ვართ ამ ბრძოლაში, ვაგრძელებთ ამ ბრძოლას იმ გეგმით და იმ ხედვით, რომელიც გამოვაქვეყნეთ რამდენიმე კვირის წინ, მივყვებით მას და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ მე, რომ ეს უსამართლო კორუმპირებული პოლიტიკური პარტია ვერ მოახერხებს საბოლოოდ, რომ მთლიანად წაგვართვას ეს სახელმწიფო ხელიდან. კი ბატონო, როგორ შეიძლება რომ ეს თქვა ეს ბრძოლა როდის რა ეტაპზე შეიძლება ჩაითვალოს ეს თქვა შედეგიანად? აი რა შედეგი გაქვთ ეხლა, რაც გაფიქრებინებთ, რომ ამ ბრძოლის გაგრძელება იქნება, ვთქვათ, შემდეგ ეს ნაბიჯი და ასე შემდეგ. ანუ რა ერთი წლის ბრძოლის შეფასებისას რა არის ეხლა მთავარი თქვენთვის? კი, ძალიან კარგი თემა არის ეს ჩემი აზრით. ნუ პირველეს ყოვლისა უნდა თქვათ, რომ დღეს ქართული ოცნება არის ბევრად უფრო სუსტი, ვიდრე აქამდე ოდესმე ყოფილა, ხო? ალბათ ვერავინ ვერ დაამტკიცებს, ვერ დაიწყებს სერიოზულად იმაზე მსჯელობას, რომ ახლა ქართულ ოცნებას უფრო მეტი ადამიანი უჭერს მხარს, ვიდრე უჭერდა ერთი წლის წინ. რომ ახლა ქართული ოცნება რითი მოწმდება, მეტი თუ ნაკლები ეს რითი მოწმდება, იქნებ თავისი ამომრჩეველი არ დაკარგეს ან იქნებ დაკარგეს, მოკლედ რა პარამეტრებით შეიძლება ეს შევამოწმოთ? თუ ისე იქცევიან, რომ ის ამომრჩეველს არ მოეწონება ეს ქცევა ამ ლოგიკით? ეს შეიძლება შევამოწმოთ ჩვენი დაკვირვებებით, რა თქმა უნდა, იმ განწყობებით, რომლებსაც ხვდებით, თუნდაც იმით, რა სიტუაციაც არის ქვეყანაში, რომ ერთი წლის განმავლობაში მიუხედავად ყველა რეპრესიისა, დაპატიმრებებისა, ჯარიმებისა, აკრძალვებისა, პროტესტი მაინც ვერ გაჩერდა და როგორც ხედავთ, ძალიან ხშირი რეგულარულობით ეს არის ძალიან ხალხმრავალი პროტესტი და მეორე რაღაცები ახლა ცხადია და რასაც არ უნდა ხელოვნურად დისკუსია, ხო? მაგალითად ვერ ვიტყვით იმას, რომ დღეს ქართული ოცნება უფრო დიდი რეპუტაციით სარგებლობს ქვეყანაში, ვიდრე აქამდე. რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თვლის, რომ ის სამართლიანი ხელისუფლებაა. ან რომ ის არის უკეთეს საერთაშორისო ვითარებაში, ვიდრე ერთი წლის წინ იყო. ის რომ ქართული ოცნება დღეს ძალაუფლების შესანარჩუნებლად, რომ მათ დარჩა მხოლოდ და მხოლოდ რეპრესია, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ის ძალიან დასუსტდა და მას აღარ აქვს სახალხო, საერთაშორისო და მორალური ლეგიტიმაცია. გარდა ამისა, მარტო ოცნებაზეც არ მინდა საუბარი. გარდა ამისა, ისიც ნათელია, რომ ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ და ამაში შედის პოლიტიკური საზოგადოებაც მათ შორის აჩვენა, რომ ის არის ბრძოლის უნარიანი და ნამდვილად თანამედროვე ძლიერი ხალხის საზოგადოება, რომელსაც ყველაფრის მიუხედავად შეუძლია კონსტიტუციის დასაცავად იბრძოლოს, იდეის დასაცავად იბრძოლოს, რომელიც მას აერთიანებს და ეს ჩემი აზრით ეს ბრძოლაში გამოწვრთობა ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების, ჩვენი ხალხის, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის, რომელიც შეიძლება ყოველდღიურად არ არის ან რუსთაველზე, ან საკონსტიტუციო სასამართლოსთან ბათუმში, ან საკრებულოებთან, ხო, ქუთაისსა თუ თელავში თუ სხვა ქალაქებში, მაგრამ მთლიანობაში ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში ვაჩვენეთ, რომ ვიცით რისთვის ვიბრძვით, ვიცით რომ ეს რისკიანია და ვაჩვენეთ რომ ეს ბრძოლა შეგვიძლია. დამერწმუნეთ არც ის, რაც ქართულ ოცნებას დაემართა ამ ერთი წლის განმავლობაში და არც ის, რაცაც მიაღწია წინააღმდეგობა, არც ერთი არ არის უმნიშვნელო